მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. გავაკეთოთ შემდეგი გაშლა, ვისთვის არის. აქ ასეთ რაღაცას ვიტყოდი. პირადი ურთიერთობაზე, ურთიერთობაშიც რომ იყოს, ასე ვთქვათ, არასწორი ენერგიების ჩადება, დაუშვათ თქვენს ინტერესებში არ შედიოდა ესეთი პიროვნება გამოჩნდა და აქ ასევე არის შესაძლებელია ფინანსურადაც კი ზარალდებით, მაგრამ გაუთვალისწინებელი შედეგები რომ უყვება ამ ყველაფერს. რაც გათვლილი არ ქონდათ, ანუ ამას გულისხმობ. ეს არის წინა სიტყვაობა, ვისთვისაც ესე იგი არის ეს რამდენიმე სიტყვა, მისთვის არის ეს გაშლა. რაც შეეხება აქ ახლა ჩვენ დიდი ხნის წინ გავიარეთ დაახლოებით ამ დაგვარი თემა, მაგრამ ახლები გვყავს ის ვიდეოები წაშლილია და ამიტომ გავივლი ისევ. რაც შეეხება აქ ასეთი ვარიანტი არის ჩემოკარგებო. შესაძლებელია კი ბატონო ვიღაც შემოდის თქვენ ცხოვრებაში და თქვენი საქმე წავიდეს კარგად, მისი ენერგეტიკა ზუსტად ესე მოქმედებდეს, მაგრამ შესაძლებელია პირიქით ფინანსური არხი გაიხსნას და პირიქით ვალებში ჩავარდეთ, ხო? ნახოთ, ვინ არის ეს, რა მოაქვს, რა სიკეთე მოაქვს თქვენთვის. მე უფრო მიფიქსირდება აქ, რომ გადაღლილი ვარიანტი არის და ადამიანი გაცრავად აქ უფრო თქვენი ენერგიები მიფიქსირდება, რომ იყოს რაღაც ისეთ მძიმე ენერგეტიკაში, ძალიანაც რომ გამოვიდეს აქ ვიღაცა ურთიერთობაზე, ვფიქრობ, რომ ბოლოს თქვენ დაეხებთ უკან. გარდა ამისა, ნახეთ როგორ არის აქ სხვათა შორის ცოტა ფსიქოლოგიური რაღაც თემაც მიფიქსირდება მე. არის ის ვარიანტი, რომ შესაძლებელია ძალიან დეტალურად განიხილავდეთ აქ თქვენ რა იყო, ან როგორ არის, გაინტერესებდეთ, მაგრამ აი ზუსტად ეს არის უკვე ის მომენტი, რომ მე ფსიქოლოგიურად შეიძლება ვერ გაუძლოთ ამას, ხო, ნერვიულობთ, ბალანსი გიჭირთ, ან გააზრებაც გიჭირთ და უკვე უკან იხევთ და ამიტომ დაუშვათ ურთიერთობა მე რაღაც აქ არ გამოდის და ხართ ესე გადაღლილი და გამოვა მდგომარეობაში. რო თქვა რომ არანათებს, ვერანათებს და თვალში მოსახვედრი არ ხარ თქვა, ესეთი პოზიცია რამდენად არ მიფიქსირდება, ხო? მაგრამ ერთ რაღაცასაც გეტყვით. ურთიერთობები, მრავალი ურთიერთობა, რომელიც გინდ მამაკაც იყოს, გინდ ქალბატონს იყოს აქ ცხოვრებაში და ამბობენ, იცი რა, მე 2-3 პარტნიორთან ესე კარგად ვიყავი და მერე უკვე დამეწყო პრობლემები. და რა ხდება? აქ ის ხდება, რომ არის ის მომენტი, ნახეთ, ადამიან შეიძლება ერთხელ მოგეცა კარგი პარტნიორი, 2-ჯერ, 3-ჯერ. იშვიათად ხდება 3-ჯერო კარგი მოგეცეთ, მაგრამ ახლა ხდება გამონაკლისებიც, ხო? მერე უკვე გამოდის, რომ თქვენ, რა ვიცი, აღარ იმსახურებთ ამ კარგს, ესე გამოვიდა და უფრო ნაკლები, იმიტომ მოდის შემდეგ თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ
იქ რა შეცდომაც დაუშვით, აი დაფასება, მადლიერება, ესეთი რაღაცები, გაფრთხილება ურთიერთობებს ჭირდება. ხო, ეს უნდა გაითვალისწინოთ, რატომ ხდება ეს ენერგეტიკული ვარდნა? იმიტომ რომ სამ მამაკაცთან თუ სამ ქალთან რომ იყავით და შემდეგ კიდევ სხვა პარტნიორებთან იყავით და იყავით, აქ ხდება ორი ადამიანის ენერგეტიკის გაცვლა. თქვენ თუ უფრო ძლიერი ენერგეტიკა გააქვთ, ხო, ზოგადად როგორ არის იცი, ის იკვებება თქვენით, ხო, გაცვლა ხდება ენერგიებით. მისი ენერგია არ აღმოჩნდა იმდენად კარგი, ძლიერი თქვენთვის, რომ აი თქვენ დავუშვათ წინ წახვიდეთ, ხო? მერე კიდევ რაში ხართ დარწმუნებული, რომ მერე რა მამაკაცია თუ რაღაცა დავუშვათ არ გისურვათ რამე ცუდი აქ მანდა მაინც ჯადოზე არ არის ლაბარაკი, აი ცუდი რაღაცეების. და კიდევ მაგას ესეთი ვარიანტი, უკვე მე რამდენი შემთხვევა ქალბატონებს ვეკითხები, რომ აქ რაღაც გაქვს გაკეთებული, ნამოქმედარი ის და არაფერი და აქეთ მეწინააღმდეგებიან და დარწმუნებული ხართ, აი როგორ იცით, საკუთარ ძალებში. ყველაფერი სწორად გააკეთეთ და აუ რას ლაპარაკობ და იცის და მე კაცო არც ერთ თქვენ არ გეწინააღმდეგებით, კი ბატონო, იცით, ძალიან მაგრები ხართ, სასიამოვნო ამ ყველაფრით დაინტერესებული ხართ, მაგრამ აშკარად მოხვედით ჩემთან პრობლემით. ის ხო გარდაუვალი არის. ესე გამოდის, რომ იქ რაღაც არ არის დალაგებული, არ გამოგივიდათ. არ გეყოთ ენერგია, ან არ გააკეთეთ სწორად. და მე რა მიგვირს იცით? აი ესე როგორ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, საკუთარ თავში. რომ ყველაფერი გამოგივით, თუ გამოგივიდათ, რატო მოდიხართ ჩემთან, სხვასთან. რატო მაშინ რაღაც არ არის, ისე ადრე იყო, ეხლა არ არის. იმიტომ არ არის, რომ არასწორად მოქმედებთ. აქ ის ხალხი, მე არ ვიცი, ესეთი ეზოთერიკოსებიც არიან, მაგრამ მათ არ აქვთ ძალები, რომ იცოდეთ, ვინც გეტყვით, ჯერ ერთი ქალბატონი ადრე ვამბობდი, ესე გამოვიდა პივით ხელში, TikTok-ზე ვნახე, რაღაც აქეთ სიგარეტი გააფუილა, აქეთ ეს ბოთლი და კაი ხოშიანა ესე და აშკარად ვერ იყო რა, ხო, ეხლა თავის მოტორზე და ესე მიყავდა ლაივი და თან ტარო ხელში ეკავა. ესეთი რაღაცები არ ხდება ჩემო კარგებო პრაქტიკოსებთან. არ ხდება. ვინც ნორმალური და ჩამოყალიბებული ეს ნარკოტიკი, ეს დასალევი, ეს რა ქვია, პარტნიორები, ეს არის ზუსტად ის ენერგიები, რომელიც ბლოკავს თქვენს შესაძლებლობებს. რატო გონიათ თქვენ, რომ ამ ენერგიებში როცა არის ადამიანი, პროფესიონალები, ისინი ძალიან, ესე რომ ვთქვათ, თავზე ხელაღებული ცხოვრებით ცხოვრობენ. ხო, ეხლა უკაცრავად ბევრს ეს თქვენ გონიათ, რომ და ფიქრობს, რომ ეს არის თანამედროვე ან კარგი და რომ ნუ შეგნებული თუ რა ვიცი რაღაცნა კაია. უნდა იამაყოს, ხო? სხვათა შორის ასეთი პაციენტიც ასე ქვიათ ზოგადად თქვენ კლიენტები ძალიან ცუდი თქვენ პაციენტი, ხო? მოსული ჩემთან და ესე გააკეთ აქცენტი, რომ 5 ჯერ ვიყავი გათხოვილი. იმდენი პარტნიორებიო, შეყვარებულებიო, კაიზენიო, დიდრებიო, ხო ხტები და ეს გამიკეთა ისეთნაირად, რომ ნახეთ იამაყება. კი ბატონო, რატო არა, პრინციპში კი არის საამაყო, იმიტომ რომ ახლა მდიდარი კაცის გამოჭერა და მაგასაც სხვა მარიფათი და შნე სჭირდება. მე ცხოვრებაში არ მოხსოვს მამაკაციდან საჩუქარი. მეც ხალი ვარ ახლა და ის კი უნდა ნახეთ წაიტრაბახოს, კი, მაგრამ აი აქ ვერ წაიტრაბახებ მაგით. ეს არ არის ის ენერგია, რაც ეზოთერიკაში გამოგადგებათ. თუნდაც კვება. აქაც საჭირო არის მარხვა, ხორცის ამოღება, სხვათა შორის მე ვერ ვთმევ ხორცს, მაგრამ წელს ისე მოხდა, რომ
აუცილებელი არის ჩემთვის, რომ მივიღო გარკვეული რაოდენობის ხორცი. და ის ძვლის ნახარში და რაღაცები. და მე ვერ გრძნობ თავს ძლიერად. კიც შემატყობთ, რომ პასიურად ვარ, იმიტომ რომ აი თუნდაც კვების გამო. და აქ მარხვები არის საჭირო. პრაქტიკების წინ მარხვაზე უნდა იყოთ. შეუძლია ადამიანმა მარტო წყალზე იყოს, თუ გაძლებს, თუ შეძლებს. საიდან მოდის ეს სიძლიერე და ენერგიები, ჩემო კარგებო, აქედან მოდის. მარტო მედიტაცია, მე მედიტაციებს ვაკეთებ თქვენ თუ ეს უკვე როგორი რაღაც არის, იცით? აი ადამიანი რომ ბაბობს, მარხვას ვიცავო და ამ დროს ყველაფერს მიირთმევს საკვებს, შემცვლელებს ოღონდ. კარაქის შემცვლელი, ხორცის შემცვლელი რაღაცებს. ნახეთ, არც ლოცულობს, ნაყროვანებაშიც არის და ეს უკვე მარხვაში არ ითვლება, ეს დიეტაში და რაღაცა ბრალდებაში ითვლება. და ხიბლი უფრო არის, რომ აი ამ რაღაცით იცავს, არა, ეს არ არის ასე. თუ მარხვას ინახავს ადამიანის, უნდა გააკეთოს იქ როგორადაც წერია, როგორადაც ითხოვენ, ხო? თავისი ჯანმრთელობის შესაბამისად, მაგრამ აქაც ასე არის. აქ კვება ეს ცხოველური საკვებები განსაკუთრებით ის გითხარით სექსუალური ენერგიები რაღაცები არ არის ის ენერგია რაც დავუშვათ მესამე თვალს გაგიხსნის და ან თუნდაც პრაქტიკები გამოგივათ და ასე შემდეგ. როდესაც თქვენ ამხელა ასეთი ცხოვრებით ცხოვრობთ, მე არ მიკვირს უკვე ახლა მე მიახტებით და რაღაცა მაგიურ ძალიან ეთყობა ადამიანს უნდა რომ აი მაგარია ხო ხედავ იმიტომ რომ ისიც ეამაყება ხო არის პრინციპში ვერ შედავები მილიონერიან კაცს რო გამოიჭირდა რა ცხოვრებას მოგიწყობს რაღაცა არ არის ცუდი ხო და ნახეთ ვიცინება და მაგრამ ნახეთ როგორ არის ეს მაგარო ეთყობა აქაც უნდა დაამტკიცოს და ებთხუნება ეს სანთელს იმას გადმოიღებს და მოდი მე ასე გითხრათ ვისი ტიკიტომარე ხარ ვის გადმოვარდი ადამიანო ჯიბიდან ამ ხელა ამბიცია და მე იზიანებთ თავს და აღარ არის უი რა მოხდა რატომ მოხდა მე კითხვები ჩნდება იმიტომ მოხდა რომ და გააკეთოთ აქ არჩევანი რაღაცა დათმობებზე უნდა წახვიდეთ ანის ყველგან არის ეს აქაც არის და მით უმეტეს მრავალი პარტნიორი ენერგიისთვის არ არის სასარგებლო არც ქალისთვის არც მამაკაცისთვის ერთი ადამიანთან როცა არის ადამიანი მისიო ესე იგი რომ აკოცებს რაღაცა ის მოლეკულებიად რა ვიცი მე რაღაცებია 6 თვე რჩება პირის ღრუში არის თუ ორგანიზმში არის 6 თვე თქვენი პარტნიორის ისინი ანუ ვინმე ექსპერტიზაზე თუ რაღაცა ეს შემოწმებაზე გაგიყვანონ ამას აღმოაჩენ დნმ-ს იპოვიან თქვენში ხო და 6 თვეში რომ რა ვიცი მე 15 კაცს შეიცვლით და 15 ქალს შეიცვლით ახლა რა ხდება თქვენს ორგანიზმში რა ვიცი ვერ დაადგენს ვერავინ ხო და ესეთი ენერგიებით პირიქით იზიანებთ ზოგადად თავშეკავებული მოდი მე ახლა თქვენ არავის არ მიგითითებთ როგორი ცხოვროთ ეს თქვენი არჩევანი არის მაგრამ თავშეკავებული ცხოვრება ეს ის ენერგია რაც ყოველთვის ყველაფერში მოდი ასე ვთქვათ გამოგადგებათ ღმერთისთვისაც სათნო ადამიანი მისაღები არის და საყვარელი არის და თქვენ წარმოიდგინეთ აი აქ ამ ენერგიებში სათნო
და აი ესეთნაირად რომ მიყვება მაინც სუფთად, ამ ენერგიებს ეშმაკისთვისაც საყვარელი არის. მოდი პირდაპირ გეტყვით. სუფთა ენერგიების მატარებელ ადამიანს ყველა ძალა ეხმარება. ავტომატურად ეხმარება, აქ არ გჭირდება თქვენ გარიგებები უკვე ეშმაკებთან. ნახოთ რა იქნება, რა შეიძლება. ეხლა აქ ნახეთ, ხანდახან არის ის მომენტიც, რომ აუ, რამდენი გავაკეთო, ის გავაკეთე, ეს გავაკეთე, არ მჯერა მეშინია. წვენდას ადამიანთან დავუშვათ ვიწყებ და ვეუბნები რაღაცები, არ ჭამო, არ შეჭამო და როგორ რაღაც არის, იცი, ой, ქალბატონო ნინო, დამავიწყდა, ой, ქორწილში მივდივარ, ეხლა რო ვჭამო, ნებართვას იღებთ ჩემგან. ой, ქალბატონო ნინო, რაღაცა ის და რამდენი, აუ, 10 დღე, აუ, იწყებთ წუწუნს. თქვენ ესე იგი არ ახართ მზად. და როგორ არის ის ელემენტარული, ვიღაცას ვეუბნები, რაღაცა საკვები ათმე. მაგის ათმობა და ათმობა არ გინდათ, რომ და ცხოვრების ყველაფრის ესე არ ხდება ხალხო. რაღაცა რაღაცის სანაცვლოდ არის ყოველთვის. მე გიგეტყვით, კი, მინდი გააკეთე, მაგრამ მე რა შედეგი დაგიდოთ მე და რა მე ვიშიმშილოთ თქვენს მაგივრად ვაკეთებდი კი წინა წლებში მასე ვაკეთებ 3 დღიან მარხვას ვიცავ რომ წყალზე ვიყავ ერთხელ ერთს ისეთი წვენა გავუკეთე 3 დღე ლუკმა არ ჩამიდვია პირში დაიჯერებთ ლუკმა მაგრამ ამ ეტაპზე არ შემიძლია არა ჯანმრთელობის პრობლემები ის მასეთი არა მაგრამ რაღაცა არის რომ არ შეიძლება მე ვიცი კაცო საზღვრავ თქვენ საზღვრავ და მე ჩემს საზღვრავს ვერკავ საზღვრავ მაგ კატეგორიას მე არ ვეკუთვნები თავის თავზე ინფორმაციას რო ვერ კითხულობს არა მე ესე ხელწამოსაკრავ ესე წამომიტყლაშუნოს ვიღაცამ თავში ხარს და არა გენაცვალე ასე ჩემთან არ არის და გარდა იმისა კიდევ ბევრი მოდიხართ და როგორი გააქვთ ეს რაღაცა ის მომენტები რომ იმდენად ძლიერი ვარ და ჩემს ენერგეტიკაში თქვენ ვერ შემოხვედით და რაღაცა და რაში ხარ ადამიანო ძლიერი რა ის ძლიერი უყურებ ადამიანს მეცინება ერთი კაი გაცინება გულიანად ყველაფერს მერჩევდი რა ძლიერი ის ძლიერი რაში ხედავ ციძლიერეს რა ენერგეტიკაზე მესაუბრებით, დავყარა ესა რა ქვია და დომხალი იყო. ტარო რო დავყარა, აი დომხალი. არეული ენერგიები. თქვენ ნუგონიათ ბუდისტებს ეხებით, იმას რა ქვია, მუსლიმანურს ეხებით, ქრისტიანულს ეხებით, რუნებს ეხებით, ამ ყველაფერს რა ის კითხულობს ვიღაცას არ მიხედით, გამოგილოცა და იმასთან მიხედით, ამასთან მიხედით, აუ, დომხალი დამხვდა. და არა, ეს არ არის ხალხნო ასე. მედიტაციებს, რა მედიტაციებს გადიხართ? ყველა ვიბრაცია თქვენთვის მორგებული არ იქნება. რომელ მედიტაციას გადიხარ? ჩავეკითხე. ანუ ყოფილაში მხოლოდ ჩავკითხი ვარ. ის მედიტაცია თქვენთვის არ არის. არის ბუდისტური მედიტაციები. პირიქით დაგიბლოკავთ ენერგიებს. არის კი ბარტონო ისეთი სიხშირეები, ძალიან კარგი არის. მოისმინოთ. მაგრამ ჯერ ერთი გონების განთავისუფლება უნდა ისწავლოთ მაგ დროს. რომ მედიტიროთ. მაგრამ ყველაფერს არ უნდა მიედმოედოთ, ერთი უნდა აიღოთ. რასაც გაიგონებს ადამიან ყველაფერი კაცო. ჯერ ერთი ყველა წმენდა თქვენზე მორგებული კი არ არის. თუნდაც ის რუნები იყოს. ვიღაცასთან მუშაობ რუნებით და ვიღაცასთან ვერ მუშაობ. ამას ჭირდება განხილვა და ცოდნა. ნახეთ, ამ საქმეში ვარ, ყოველდღიურად ვითარდები მე პირადად.
და კიდე თვლი რომ ავიცი არაფერი არ ვიცი და რაღაცა აი მე და სულ ისე ფრთხილად ვუდგები ამ საკითხს და ადამიანი რომ მოდის აი ვფიქრობ და ვჩერდები და ესეთი და აი თქვენ ბევრს გაქვთ ის იგი რომ ყველაფერი იცით არაფერი არ იცით იმიტომ არის ეს დაბლოკილი ენერგია მე აქ ეხლა გადაღლილი და მე ბოლოს მიდიხართ როგორი მანძე ღმერთი რაც ხას იზამს კაცო მე ვაიცი გამდენი ხარ რაღაცა იქნება აი აქამდე ნახოთ ამ თქვენს პირადში რა შეიძლება გამოჩნდება მე აბა სანამ თქვენს თავს არ განთავისუფლებთ პრობლემებიდან, ბლოკებიდან ზოგჯერ ადამიანს არ სჭირდება ჯადო აქ არაფერში თვითონ ქმნი შინაგან მოდი ასე ვთქვათ ბარიერს რომელიც არის პირდაპირ ასე რომ ვთქვათ აღმართული ვინც არ უნდა შემოვიდეს კარგი ლახად მოწყენება არც ესთან არ გამოდის ურთიერთობა იმიტომ რომ შინაგანად უკვე არ ხართ მოწესრიგებული მოწესრიგება რას ნიშნავს ნახეთ თქვენ თუ ვიღაცაზე ურთიერთობაში იყავით და კიდე მასე გეფიქრებათ არჩი სხვა ადამიანთან როგორ გადახვალთ ურთიერთობაში როგორ გადახვალ შეიძლება ახლა ყურადღების გადატანა არა რაღაც ხდება მე იქაც არ გამოდის ხო მე აქ პირდაპირ გეტყოდით ძველი ენერგიებიდან არ ხართ განთავისუფლდით წმენდა ერთია მაგრამ შინაგანი ბარიერები თქვენ თვითონ ბლოკები თქვენ თვითონ უნდა მოხსნათ ნახეთ კი თავისუფალი ვარ ჩემი გული თავისუფალია მაგრამ მაინც ხელმისაწვდომი არ არის არავის მე არ ვიცახი ახლა ყველას გავუყოთ გულის კარები ხო ადამიანს ვეუბნები გულის ჩაკრა გაქვთ ჩახვა არა ანუ ეს ერთჯერადი ურთიერთობები გონია რომ არ არის ჩახურვა რა ვიცი როგორ გითხრათ ეს ვერ იაზრებთ ამ წუთში აი ამ ყველაფერს შეიძლება ახლა რასაც ვაუბრობ ბევრმა თქვენთაგანმა ვერ გაიაზროს კიდე აქ თავისუფალი ენერგიები მე არ მიფიქსირდება არა სულიერი გამოფხიზლება სულიერი გამოფხიზლება ეს გჭირდებათ დრო გჭირდებათ ჯერ კიდე რამ გამოიწვია ეს ყველაფერი ნუ რამც გამოიწვია უკვე დავასახელი და თქვი არ ვიცი ახლა აქ რა გაიგეთ მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ესეთი რაღაცები განსაკუთრებით კიდე სასაფლაოზე რომ მიფორთხიალობს ბევრი მათგანი ვინ ხარ რა ხარ რა გინდა რა სიტყვა იცი იქ მიგიღო იმ სასაფლაო ყველას თავისი ასე ვთქვათ უფროსი ყავს შეიძლება არ მიგიღო რატო გონია რომ მიგიღო ეს რომ არ მიგიღო როგორი ენერგიები გეუფლება მიგიღო რა ხდება მაგას ხო ცოდნა სჭირდება როგორ შეხვიდეთ როგორ მოიქცეთ და რა უნდა გააკეთოთ და კიდევ რო წამოხვალთ კიდევ დაზიანებული არ წამოხვიდეთ ან რა ისა გაქვთ ნახეთ ყოველ შემთხვევაში ადამიანმა რაღაცა თუ არ დაიწყო ყოველთვის ესე რომ ვთქვათ იქ იქნება ფსკერზე ხო
უნდა დაიწყოთ სიტყვაზე თუ ეს გინდათ, მაგრამ მაგნაირად არა, რაც მე აქ გავაჟღერე. უნდა მოიპოვოთ ცოტა სხვა ინფორმაციები, სხვანაირად. და ესე მიხვიდეთ პირდაპირ და ეტაკოთ რაღაცებს და მერე ხრები შეათამაშოთ, всё, ყველაფერი, მაგი ვარ, კაცო, დოქარი ვარ. ასე არ არის. ვინც ამ ენერგიებში არის და მართლა რაღაცა გამოსდის, რომ იცოდეთ, ისინი ძალიან უბრალოები არიან. არ არიან მასეთი, როგორიცი, მასეთი. მაგარი ვარ და ზოგი იგინება, იფურთხება, იდუჟება, არა ჩემო კარგი. ესეთ პრაქტიკოსებზე პირდაპირ არის დასახლებები. იმას რაღაცა ძალა აყვირებს და ჩხუბობს და ბუნობს და ამტკიცებს რაღაცებს. რომ იცოდეთ. კარგი, გამიგრძელდა დანარჩენს მომდევნო ვიდეოში გავაგრძელებ.